გუშინ მაგალითად პაატა ბურჭულაძე ამბობდა, რომ 8 საათზე უკვე გადმობარებული უნდა გქონდეს ყველაფერი, მათ შორის ხელისუფლებაცა და რაღაც მინისტრთა კაბინეტის წარდგენასაც აპირებდა. ამას დღეს მოყვა მე პასუხი, ასევე დღეს გავიგეთ ისიც, რომ ხოშტარიას ბრალი წარედგინა დაზარალებულად შეიძლება ითქვას, რომ გამოცხადდა ის ოცნების რაღაც საარჩევნო შტაბი და ბანერი, ზიანი იყო 570 ლარის ოდენობით. ეს თანხა შეადგინა. თუმცა მაინც აქტიურად მიდის საუბრები იმაზე, რომ ეს რევოლუციური სცენარი შეიძლება რომ ნამდვილად რაღაც განახორციელონ და ასე შემდეგ. რამდენად იკვეთება, რამდენად ჩანს მომზადების ხარისხით, ლოჯისტიკურად, საინფორმაციო კუთხით, ანუ რამე მარკერი თუ არსებობს იმისა, რომ რაღაც გრანდიოზულ მასშტაბურ დონეზე მიდის მომზადება იმისთვის, რომ 4 ოქტომბერი არ იყოს ჩვეულებრივი საარჩევნო დღე და იყოს ვარდების რევოლუციის მსგავსი დღე, რომელმაც უნდა ჩამოშალოს ქართული ოცნების ხელისუფლება. თუ რამის მომზადება ახლა მიმდინარეობს აშკარად და თუ რამეზე აშკარად ორივე მხრიდან მიდის მუშაობა არის ორგანიზება აი ამ რევოლუციურობის განწყობის დამაჯერებლობის და ეს არის აი ორივე მხრიდან. ერთია ხაბეიშვილის მხარე და ეს კოლექტიური ნაცების მხარე და მეორე არის ოცნების შესრულებით, აი გადავხედოთ მათივე ტელევიზიებს, აი რომელი ტელევიზიები აპიარებენ რომელი მედია საშუალებები აპიარებენ და რაღაც აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ 4 ოქტომბერს შეიძლება რაღაც მოხდეს. ვისი აქტივისტები დარბიან და რაღაცა დაჟინებით იმეორებენ, რომ ხალხო რაღაცა ორგანიზდება და აი ხილად ვიყოთ. აი მაგალითად ჩვენ რამდენიმე ვიდეო დავდეთ ანალიზით, მათ შორის მე გადავიღე ვიდეო ჩვენ გადაცემებში ანალიზს ვაკეთებდი იქიდან ამ ნარიდებია და დადებულია ჩვენს არხებზე და კომენტარებში შეგიძლიათ შეხვიდეთ ერთხმად ნაცების და ქოცების ამორჩევლები შემოდიან და აღშფოთებულები არიან რატომ ვაბათილებთ რეალურობას სრულიად იდიოტური იმ რაღაცა წარმოდგენის რომ თითქოს 4 ოქტომბერს რაიმე შეიძლება მოხდეს და ზუსტად ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ხაბეიშვილის და ხოშტარიას დაკავება, ანუ რაში იყო საჭირო, რას აძლევს ეს ქართულ ოცნებას ახლა ამ კონტექსტში ამ მხარის დაკავება. სინამდვილეში ხო საკითხი ისე იდგა, რომ ოპოზიციურ ფლანგზეც კი არავინ სერიოზულად არ აღიქვავდა ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ რევოლუციას. საკითხი ისე იდგა, რომ ყველას ეცინებოდა და რაღაც სასაცილო დაყოფნა კომიკური რაღაცა ფორმულირება იყო მაგ რევოლუციაზე და საჭირო იყო რაღაცა დამაჯერებლობის მიცემა ამ კონტექსტისთვის, რომ აი არა კაცო ეს რაღაც სიგიჟეს კი არ ლაპარაკობს, მართლა ვიღაცა უფრთხის ამისგან რევოლუციას, მართლა დგას რაღაცა სახიფათო მოცემულობა და ცოტა სერიოზულად მოვეკიდეთ. მათ შორის საჭირო იყო იმ კონტექსტის მიცემა, რომ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ საინფორმაციო შეტევა ბევრად არაკომფორტული მდგომარეობა. ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზეც, როცა ხაბეიშვილს თვითონ ოპოზიციურ ფლანგის მნიშვნელოვანი ნაწილი დასცინოდა, იმიტომ რომ დიდ ნაწილს იქ ესმის, რომ სისულელე უბრალოდ რაღაც ოცნება ნაცების შეთანხმებული რაღაც სულელური გეგმა, ამ მოცანაც იდგა, რომ აი ესეთი აგდებული დამოკიდებულების შესაძლებლობა გამქრალიყო. აი მაგალითად, როცა ჯაფარიძე ხაზარაძეს აკავებდნენ, ბადრი ჯაფარიძეს და ხაზარაძეს, მაშინ დაიწყო იქ საუბარი, რომ აი ნახეთ, ესენი აი როგორ შეიძლება ამათ გარიგებაზე საუბარი ოცნებასთან არჩევნებში შესრულის ფაქტის გამო, აგერ რა გარიგებაზე საუბარი ეს ხალხი დაიჭირეს, ხო და მაგ დროს მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე არსებული არჩევნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი რაღაცნაირად იძულებული გახდა გაჩუმებული იყო და ასე ვთქვათ მიეღო ხაზარაძე ჯაფარიძის გულწრფელობის სტატუსი, იმიტომ რომ ახლა ციხეში წასულ ხალხს ვერ დააბრალებ, რა გარიგებაში უნდა იყოს ციხეში წასული ხალხი, ციხეში ჩასვეს, ხო? მაშინვე თქვი ჩვენ რომ ხაზარაძე ჯაფარიძის ციხეში გაშვება არის ერთგვარი ალიბი იმისთვის, რომ მათ წამებული სისტემასთან დაპირისპირებული სტატუსი მოერგოთ ეფექტურად და დიდი ხანი მათი პატიმრობა არ გაგრძელებოდა და ნახეთ ახლა აგერ არჩევნები ერთი თვე ნახევარი თუ 2 თვე
ყავდათ ციხეში და არჩევნებამდე გამოუშვეს, ხო? ზუსტად იგივე ამოცანა უდგას სისტემასაც და მეორე მხარეს მათ ინტერესთან დამთხეულ ნაციონალურ მოძრაობასაც ხაბეიშვილის ფლანგის პირველ რიგში ზუსტად იგივე ამოცანა უდგათ დამაჯერებლობა უნდა შესწინონ რევოლუციის სცენარს და ამ დამაჯერებლობის პირობებში რაღაცნაირად მათ შორის სტატუსის უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს იმისა, რომ ეს ვიღაცა გარიგებული კი არა, რა ციხეში უშვებენ ამ ხალხს. და ეს ხოშტარიას უკან მიყოლებაც ერთგვარი მაგის დემონსტრაცია იყო, რომ თუ ხაბეიშვილი ახლა ვთქვათ დანარჩენი ნაწილი ოპოზიციური ფლანგისა დაპირისპირებული მეტნაკლებად შეთანხმებული არ იყო ხაბეიშვილის სცენართან, იქ იყო მაგალითად აი 8 პარტია, რომელიც ბოიკოტს აცხადებს არჩევნების მიმართ და მათ შორის კრიტიკულად იყო ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის ანონსთან დაკავშირებით. აი ამათი ამორჩევლების გარკვეული სოლიდარობაც უნდა მოხდეს ამ 4 ოქტომბრის თარიღთან მიმართებაში. ახლა რაშია საჭირო, საერთოდ რაში ჭირდება ორივე მხარეს აი ამ რევოლუციური სცენარის ორგანიზება. ოცნებას უდგას სერიოზული ლეგიტიმაციის კრიზისი. ლეგიტიმაციის კრიზისი როგორც საარჩევნო შედეგების კუთხით, საგარეო ვექტორზე დემონსტრაციის კუთხით, ანუ საარჩევნო შედეგებმა იქ ჩდება კითხვები და სხვა ხოლმე კითხვებს, რომ აი როგორ ახლა რა სჭირდებათ ამ არჩევნების წინ, რა არჩევნების მოგების პრობლემა ექნება ოცნებას, ამ არჩევნების მოგების არის ვერსიები არცევს, ახლა შეიძლება მოიგო მაგალითად არჩევნები პირობითად, იმიტომ რომ სხვები არ მონაწილეობენ დიდი ნაწილი და აიღო 600,000 ხმა, მაგალითად, არ ვიცი, ვიღაცა ისევ შენი ადმინისტრაციული რესურსი დასაქმებული ხალხი ვიღაცები იყიდე, ვიღაცები დააშინე და რაღაც მცირე ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც ეყო ამ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს. ეგ ხო გვესმის, რომ როგორც შიგნით იმის დემონსტრაციისთვის, რომ არაკაც შარშანდელი არჩევნები კი არ გაყავდა, მართლა უმრავლესობა ირჩევს ოცნებას, როგორც იმის დემონსტრაციისთვის, რომ საზოგადოებაში ოცნებას კარად მყარი მხარდაჭერა აქვს და მას მდგრადობის პრობლემა არ გააჩნია, ისე გარეთ იმის დემონსტრაციისთვის, რომ ნუ აქ რეალურად ოპოზიცია არ არსებობს და მე მელაპარაკეთ, ამისთვის ეგ არ არის საკმარისი მაჩვენებელი, საკმარისი ლეგიტიმაციის მაჩვენებელი და თან ყველაფერი უნდა გვესმოდეს, რომ არ მთავრდება არჩევნების დღეს. პროცესი გრძელდება და თუ პროცესი აჩვენებს მოცემულობას, სადაც ვიღაცის შევარდნაძიზაციის მდგომარეობა გამწვავების მიმართულებით მიდის, ანუ რაღაცა ხელისუფლება, რომელიც კი არის ხელისუფლება, მაგრამ ლოგიკა რატო უნდა მაინც და მაინც ამორჩეველი აი ამ მხარეს ირჩევდეს, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ეგ მოცემულობა შეიძლება ეხლა, ვთქვათ, ამ ყისიერ მომენტში არ იდგეს საკითხი არასტაბილურობის ან ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გულისხმობს, რომ გაჩნდებიან ძლიერი ალტერნატიული ძალები, ამ ძალების დაკვეთა გაჩნდება საზოგადოებაში და თვალსა და ხელშუა 1-2 წელიწადში შეიძლება სურათი დრამატულად შეიცვალოს. ამიტომ ოცნებას მუდმივად ჭირდება ნაციონალური მოძრაობის მობრუნების საფრთხის დემონსტრირება. ეხლა აი ამ მორიგი რადიკალიზაციის მოცემულობით, ხელოვნური რადიკალიზაციის მოცემულობით, ნაციონალური მოძრაობის როგორც საფრთხის აქტუალიზაცია ხდება ერთის მხრივ ოცნების მხრიდან და მეორეს მხრივ თვითონ ნაციონალურ მოძრაობასაც, რომელსაც ესმის ახლა დაბრუნების შანსი კი არ გააჩნია, მაგრამ გავლენა არის რაღაც ფარდობითი ცნება. ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ხელისუფლებაში არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენები ქონდა საქართველოში, მისი რიტორიკა, მისი პოლიტიკური პოზიციები, მისი პროპაგანდისტული საშუალებებით ძალიან დიდწილად განსაზღვრავდნენ დღის წესრიგს, პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ქვეყანაში და რაც უფრო დიდწილად ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მით უფრო მათი ფასი გარე მოთამაშეებისთვის, რომლებსაც აქ ინტერესები გააჩნიათ, მათი ფასი იზრდება. ამიტომ თავის მხრივ ნაციონალურ მოძრაობას სასიცოცხლოდ სჭირდება საკუთარი მნიშვნელობის აქტუალიზაცია და მისი ეს ერთადერთი გზა საკუთარი მნიშვნელობის აქტუალიზაციის არის რადიკალიზაციის ფორმატში პროცესების გადაყვანა. იქ ახლა ოპოზიციაში არსებობენ სხვა შინაარსის, სხვა ტაქტიკის ძალები, რომლებსაც სხვა შესაძლებლობები გააჩნიათ
რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, სხვა სტილი გააჩნიათ, სხვა ბექგრაუნდი გააჩნიათ და აქედან გამომდინარე სხვა ტაქტიკაზე შეიძლება აკეთებდნენ გათვლას და აქედან გამომდინარე შეიძლება მათი ინტერესები განსხვავდებოდეს მაგალითად კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის ინტერესებისგან. ზოგადად ოცნებას აწყობს რადიკალიზებული პოლიტიკური გარემო, რომელიც გაყოფილია ორ ვერსიად პოლიტიკური არჩევანის, ქოცები და ნაცები. ივანიშვილის ეს ცნობილი გამონათქვამი იყო, რომ შუაში შუა უნდა გაიკრიფოს, შუალედური ვერსია აღარ უნდა დარჩეს, რაღაცა ალტერნატივები აღარ უნდა დარჩეს. თუ საკითხი მხოლოდ მასეა დაყენებადი, რომ იქით ნაცები არიან და ისინი მართლა წარმოადგენენ საფრთხეს, ოღონდ ცხადია ეს საფრთხე უნდა იყოს ლიმიტირებული, რაღაც ფარგლებში უნდა თამაშობდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქტუალურია, ახსნადია და პრობლემას აღარ წარმოადგენს. საზოგადოებაში იმაზრის დემონსტრირება, რომ რიგი მიუღებელი პრობლემების მიუხედავად, რომელიც ამ ხელისუფლების მართლობას ახლავს თან, სხვა გზა არ არის, მაინც ეს ხელისუფლება უნდა ავირჩიოთ ხოლმე. აქედან გამომდინარე, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, რა თქმა უნდა, იმ იდიოტური რაღაცა ზღაპრის არავის არ ჯერა 4 ოქტომბრის ვიღაცა რაღაცას გადაატრიალებს, მაგრამ რასაც ჩვენ უყურებთ, აი ურთიერთ ინტერესების დამთხვევის, რომ შუა გაიკრიფოს, ყველანაირი სხვა ალტერნატიული ტაქტიკური შინაარსობრივი პოლიტიკური ხედვის თვალსაზრისით განსხვავებული ვერსიები გვერდზე გადაიდოს და ნებისმიერი ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ძალა იძულებული გახდეს აირჩიოს ამ ორ მხარეს შორის, იმიტომ რომ რევოლუცია თუ ახლოვდება, მაშინ რაღა პოლიტიკურ ნიუანსებზე, რაღაც პოლიტიკურ რეალურ, მაგრამ შეიძლება ახლა რევოლუციის საფრთხის წინაშე თუ ის რეალურია, მეორე ხარისხოვან პრობლემებზე ლაპარაკის დროა, ავირჩიოთ ერთ-ერთი ვერსია არსებულ რევოლუციურ მენიუში. ამოცანა ახლა არის ეს. მაგალითად ჩვენ მიმართ აი პირდაპირ დაჟინებით რიგი შემოგზავნილი ვთქვათ დავალების შემსრულებელი ოცნების აქტივისტები იწერებიან ხოლმე კითხვებს და ეს კითხვები ხომ მიუხედავად იმისა, რომ დავალების შემსრულებელი შეიძლება სწორედ მანდიდან გამომდინარე დავალების შემსრულებლები არიან, ამ კითხვების შინაარსი კარგად გამოხატავს ამოცანას და ინტერესს. ჩვენ ეხა სერიოზულად, რაც ამ სასაცილო ჭერდეს ეს სერიოზულად გვისვამენ კითხვას, რომ რევოლუცია რო ახლოვდება, მხარე აირჩიეთ, იმიტომ რომ მან სხვა გზა არ იქნება, შეიძლება ქუჩაში გამოვარდნა გახდეს საჭირო და რომელ მხარეს დადგებით. და ეგ კითხვა კარგად გამოხატავს მხარეების ინტერესს. თუ მასე დგას მართლა, თუ ახერხებს ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა და აჯერებს ამორჩეულს, რომ მართლა ეხლა აქ რაღაცა ქუჩაში ცეცხლი დაინთება, სისხლის დინარები შეიძლება დადგეს და სროლა ატყდეს და ამიტომ სხვა საკითხების კონცენტრაციის დრო არ არის. პირველი რა პასუხსაც ელის საზოგადოება არის მხარეები ავირჩიოთ, ხო? მან მართლა ყველა ალტერნატივას, განსაკუთრებით არჩევნების წინ, მაგრამ ეს განწყობა არ შემოიფარგლება და ეს ამოცანა მხოლოდ არჩევნებით, მართლა გამოუვალი მდგომარეობა უდგებათ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს და იძულებულები ხდებიან ერთ-ერთ მიმართულებაზე გააკეთონ არჩევანი. ამ გზით ეს მხარეები ცდილობენ ყველა ოპოზიციური ფლანგზე არსებული მოთამაშეების ნაციონალიზაციას, ნაციონალურ მოძრაობაში, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში კოლგის ქვეშ შერეკვას და მეორე მხარეს თუ ვთქვათ რაღაც ანტინაციური სეგმენტი არსებობს, რომელიც მათ შორის კრიტიკულად არის განწყობილი ოცნების მიმართ, მათ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდებას და იძულებას, რომ აი ახლა კი მესმის რაღაცები არ მოგწოს, მაგრამ მაგის დრო არ არის, ახლა კოცებს გაუმაგრეთ ზურგი. ეს არის ახლა ამოცანა და ამ ამოცანის გადაჭრისთვის ვიღაცების დაკავება იმისთვის, რომ შეიქმნას ალიბი, ან შეიქმნას დემონსტრაციული რეპუტაცია, რომ აი ნახეთ, სულაც არ არის აქ საუბარი რაღაცა შეთანხმებულ პროცესს, ვინ შეუთანხმდება და ვინ შეთანხმდება რაღაც ისეთზე, რასაც შეიძლება ციხეში პატიმრობა მოყვეს. ადამიანი რო ციხეში გაუშვა ოცნებამ და დაუშვა, თქვათ, ეს სვლა ცხადია, რომ გარემო თამაშეებისთვის ტრიგერია, გამაღიზიანებელია, ну
რადგან ოცნება ასეთ ნაბიჯზე მიდის წინასაარჩევნოდ, ესე იგი ის მართლა გრძნობს რაღაცა ჰაერში დაკიდებულ საფრთხეებს. ეს არის ეხლა სინამდვილეში ამ ორი ადამიანის დაჭერის რეალური ქვეტექსტი. ეხლა ყველას ესმის, რომ ხოშტარია, რომელიც დააკავეს კალაძის ბანერის შეღებაზე, ის დიდი ხანი ციხეში არ გაჩერდება და ხაბეიშვილიც ახლა რამდენი ხანი გაჩერდება ციხეში იმ პირობებში, როცა აი რაღაცა პრეზიდენტ შეიძლება უცებ რაღაც გულია უჩუყდეს ხოლმე და რაღაც დროზე ადრე გამოუშვეს მიმართვის გარეშე. ხო, მიმართვის გარეშე შეიწყალოს ხოლმე ადამიანი. მან ხა იდეაში უნდა გვესმოდეს, რომ არაფერს ის ციფრები და ვადები, რომელსაც გვისახელებენ ეხლა ვთქვათ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, შეიძლება არაფერს არ გვეუბნებოდეს, როცა მოუნდებათ, მაშინ გამოუშვათ. რეალობა არის შემდეგი. რა თქმა უნდა, არ ვიცი, ამას განხილვაც არ ჭირდება სერიოზულად. რა თქმა უნდა, არანაირი რევოლუციური სცენარი არ შეიძლება ეხლა იგეგმებოდეს. არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც თავარ ორგანიზატორებად არიან დასახელებულები რევოლუციის, რომლებიც ანონსებენ ფაქტიურად ერთპიროვნულად, აი ხაბეიშვილი არის თავარი დამაანონსებელი რევოლუციის, ხო? არ შეიძლება ამ ადამიანს აკავებდნენ და საღამოს ქუჩაში გამოდიოდეს 200 კაცი, რომლებიც ისედაც ყოველ დღე გამოდიან ქუჩაში და ხაბეიშვილს არ ახსენებენ, ხო? აი ხო აბსურდია. თუ რამე რევოლუციის ტრიგერი შეიძლება არსებობდეს ქვეყანაზე, თუ რევოლუციური განწყობები არსებობს ქვეყანაში, თუ არსებობს ხალხი საკმარისად მრავალრიცხოვანი იმისთვის, რომ აი 4 ოქტომბერს რო გამოვალ, თარიღში როცა რა ხდება კონკრეტულად ამ თარიღში, შინაარსობრივად ისეთი, რომ ჩემთვის ტრიგერია, მაინც და მაინც მაგ თარიღს ველოდები და მაინც და მაინც მაგ თარიღში ვახდენ რევოლუციის. აი მასეთ თარიღში თუ საკმარისად კრიტიკული მასაა მობილიზებული იმისთვის, რომ გამოვიდეს და გადაატრიალოს ქვეყანა, მაშინ იმაზე მეტი ტრიგერი ამ უკვე მომწიფებული განწყობებისთვის, რომ შენი ლიდერი, ვინც ამ ყველაფერს არ უფრთხის და შენი ლიდერი დააკავეს, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი გამაღიზიანებელი ფაქტორი, ხალხი რაღაცა უწყვეტ ნაკადად, შეუჩერებელ ნაკადად ქუჩებს მიაწყვეს, მე არ ვიცი. ამ ფონზე რომ 200 კაცი გამოდის და მე რა ვიცი. ხოშტარიას რო აკავებენ და ვინც იღებდა პროცესს იმას რო ეზარება, კომენტირება, ისეთ იმდენად ინდიფერენტული როა მასა. ხო, კითხვა ლაკა მიდიხარო. ხო, ანუ აი როგორი განწყობაც არის, მაგრამ ან თვითონ ვინც მოთამაშეები არიან ამ იმიტაციური რევოლუციის, იმ მოთამაშეებს რო იმდენად არადამაჯერებელია ეს ყველაფერი, ხო ხო გასაგებია, შეიძლება აი ყველას უნახავს ტელევიზორში, რომ თქვა სხვა პოლიტიკური ფიგურა რაღაცას ვაპრავებს და იმდენად არადამაჯერებელია ეს ყველაფერი, თვითონაც ეზარება, აი განწყობაზე ეტყობა, რომ თვითონაც ეზარება ამ თემაზე ლაპარაკი. ხო, აი მაგნაირ პროცესს გავს ახლა ეს ყველაფერი.